ანსამბლი გურჯაანი და მისი ხელმძღვანელი ილია დათოშვილი მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, თვალსაჩინო ცრემლი მომადგარეთ. ძალიან დიდი მადლობა. იმდენად ემოციურია, მე მგონი ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც, რომ გადასარევია, როდესაც ასეთი სტუმრები გვყავს სტუდიაში. და მე ვიყავ ბევრი წარმატების შესახებ უნდა ვისაუბროთ. მოდით საუბარი დავიწყოთ ბოლო წარმატებიდან. ეს არის ჩეხეთში, როდესაც გაემგზავრეთ ფესტივალს და გრან-პრით დაბრუნდით საქართველოში, ხო, სამშობლოში. აი ესე გამოვიდა რო გრან-პრი. მოგვიყევით რა ფესტივალი იყო და ეს სიმღერაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ვიცით, ამ გრან-პრის მოპოვების. კი, ამით იმიტომ დავიწყეთ, რომ მოგესალმებით, თქვენს ტელემაყურებლებს, ჩვენ საქართველოს ტელემაყურებლებს. მინდა თქვა რომ ამ სიმღერით იმიტომ დავიწყეთ ახლა გუნდი არის ფოლკლორული გუნდი ბავშვთა ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული გუნდი მაგრამ ჩვენ წელს ვიყავით მიწვეული პრაღაში სადაც ჩატარდა იოსებ რატილის სახელობის ფესტივალი კონკურსი ჩვენთან ერთად იყო საქართველოსდან 3 კოლექტივი და გუნდმა ვიტყვი სიამაყითო წარმატებით ასე ვთქვათ გამოვიდა კონკურსში და ეს იყო ერთ-ერთი სიმღერა რომელიც ესე არა საკონკურსო არ იყო საკონკურსო იყო ჩვენ წარსდგით ფოლკლორის ვთქვათ ფოლკლორული სიმღერებით რამოდენიმე სხვადასხვა ნომინაცია ჰქონდა როგორც გუნდური ასევე იყო ტრიო გამოვიდა ბავშვების ტრიო ასევე გამოვიდა დუეტები და სოლისტიც ყავდა სოლო სიმღერით ესე იგი სხვადასხვა ნომინაციებში წარმატებით ასე ვთქვათ პირადგირები და გრან-პრით დაბრუნდა გუნდი. თავარი პრიზი. კი, თავარი პრიზი იყო ვანიდან იყო ანსამბლი არგო სამტრედიდან ლადი. ესეც კაიგია რომ ბევრი კიდე ქართული კოლექტივები იყო. ასე ქონდა ბერლინში ძალიან კარგი კონცერტი. კი ეს თვითონ ფესტივალის სახელწოდება ასე იყო, ახლა მანამდე ჩვენ ვიყავით სხვადასხვა, თქვათ, მიგვიწვიეს ტელევიზია და თქვით რომ ახლა არწივები კი არიან აქ და თქვათ იქიდან როგორ დავრუნდები და ეხლა სახელწოდებით იყო არწივები კავკასიიდან. კი. ამის ორგანიზება გააკეთა კავკასიის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაცია არის ქალბატონი ნანა მიშელაძე და ბატონი ამირან ბუთურიშვილი. ეს ადამიანები დაგვიკავშირდნენ ჩვენ რამოდენიმე გამოსვლები ჰქონდა როგორც სატელევიზიო პროექტებში ასევე აქ რამოდენიმე ეროვნულ კონკურსებში მიიღო გუნდმა მონაწილეობა და საკმაოდ ესეთი პასუხისგებლობით მოვეკიდეთ ამ საქმეს და საინტერესო დეტალია რომ თავდაპირველად მხოლოდ ბიჭებისგან შედგებოდა ხომ გუნდი და შემდეგ ქალბატონების და გოგონების დაემართნენ რატო გადაწყვეტეთ უბრალოდ ახლა ფორმატში არ იყო თორემ გოგონა ყავს ძალიან კარგი სოლისტი ორი გოგო ყავს მაგრამ თქო სტუდენტი გავგიხდა შემდეგ სტუმრობას უკვე მათთან ერთად მე იმედი მაქვს ქეთევნასკილაშვილს ძალიან კარგი მომღერალი კარგი ბავშვი უკვე ამთავრებს წელს და მე იმედი მაქვს რომ სტუდენტი გახდება თბილისში გუნდი საკმაოდ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ბავშვმა კარგად აჩვენეს თავი იმიტომ რომ ამას წინ ბევრი რამ უძღო და თუნდაც ის 4 წლიანი შრომა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ესეც ვთქვათ იმიტომ რომ 2010 წელს როგორც ვიცით გალობის შესასწავლად ეძებდით ბავშვებს ხო? დიახ ესე კი ასე მოხდა ეთყობა არა უფლისნება ყველაფერი ჩვენი ცხოვრება და მე ბევრი წლები ანსამბლებში მღეროდი თბილისს მე დავანები თავი რომ ასე მოხდა რომ წავედი რაიონში მქონდა ძალიან დიდი სურვილი იმიტომ რომ რაიონში იყო ძალიან დიდი წყვეტა არის ანსამბლი გურჯაანი დიდების ახლა უკვე ხარება არის ანსამბლი ჩვენთან რაიონში უკვე ახალგაზრდა ბიჭები რენ საკმაოდ ძალიან კაი ბიჭები და 4-5 წლის წინ ჩავედი რაიონში სადაც მიმიწვია ანსამბლმა გურჯაანმა ხელმძღვანელის სტატუსით ასე ვთქვათ უფროსმა თაობა დიახ უფროსმა თაობა შემდეგ მქონდა დიდი ხანი მქონდა რასული რომ წასულიყავ და ბავშვებისთვის მომეკიდა ხელი და სიმართლე გითხრათ ერთი წელიწად ნახევარი ძალიან გაჭირდა იმიტომ რომ იმ პერიოდში
ეხლა თამამად ვიტყვი რა უკვე პერსპექტიული გახდა იქ სიმღერა ალბათ ხვდებით ხომ იქ ტელეპროექტები ცოტა კონცერტები გასვლები და უკვე დაინტერესება მოხდა რაიონში იმიტომ რომ ძირითადად ძალიან ბევრი ცეკვის კარგი ანსამბლები არის მაგრამ ძირითადად ბავშვები უფრო ცეკვაზე მედიან და ახლა უკვე მიხარია რომ ბავშვები გამოთქვამეს სულისო სიმღერა ესე გუნდში მოდიან დავიწყე 7 ბავშვით სულ რა შეიძლება არ დაიჯერო და 10 ბავშვი მეტი არ მყოლია თქვა მინიმუმ 1 წელი მაინც და მაინც მეთქი რომ მოვკიდე ხელი მეთქი ბოლომდე მე მეგობრები დაგვეხმარნენ მინდა არ მინდა დავიწყო ბატონი დავით სინცაძე და სტუდიაში ავნება და რომლის საშუალებითაც მოხდა დისკის ჩაწერა ამაზე ალბომერე მოგახსენებთ და დაახლოებით 2-3 წელიწადში ამ მშრომის შედეგად ბავშვები ნენელა უკვე წამოდნენ იმიტომ რომ თბილისში ჩვენ რამოდენიმე ბავშვით მივიღეთ კონცერტში მონაწილეობა და ძალიან ესე შრომატევა და სერიოზულად მიუძგნენ მე ვფიქრობ მშობლებს დიდი მადლობა რომ და არ მინდა გამოჩეს რომ ამაში უდიდეს წვლილი აქვს რაიონს იმიტომ რომ თუ არა ახლა რაიონის გვერდზე აი თამამად ვიტყვი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ბუნებრივია მხარდაჭერა ჩვენ დაახლოებით 5 წელია უკვე ბავშვთა გუნდი არსებობს და დავიწყეთ 2009 წლის ბოლოს 10 წლის დასაწყისში ეს არიან ბავშვები უკვე დიდებია უკვე ზოგი ამთავრებს ასე თქვა და ერთად ბევრი წარმატება გავიზიარეთ დაიწყეთ საქართველოს მასშტაბით და უკვე გაცდით საქართველოს გრან-პრი დავბრუნდით ასე ხო უბრალოდ ერთი არ მინდა რო არ თქვა არ შემიძლია ძალიან კარგი ეხა იქ პირობები ძალიან კარგი პირობებში ვიყავით ყველაფერი ადგილობრივი ასე თქვათ ბავშვები გამოვიდნენ მინდა გითხრათ იქ პრაღაში ექსკურსიაზე რო წავედით იქ პარლამენტის შენობა იყო რაღაც მზადება იყო და ბავშვებმა თქვა რამოდენიმე სიმღერა შეასვეს ძალიან დიდი ოვაცია და ასე თქვა სადაც კი მოხვდებოდ ისეთ ადგილებში მღეროდნენ ბავშვები ემოციურად არ გადაწყვეტილებასაც უსმენ ცოტა ქართული მხრიდან იყო ხარვისები მინდა გითხრათ რომ აი ეს არ მოველოდი მაგრამ იმედია გამოსორდება თვითონ ორგანიზატორებიდან იმიტომ რომ იყო რაღაც ნიუანსები არა მე ნიჭმა ყველაფერი გადაფარა ხელი მაინც ვერ შეგიშალათ საბოლოოდ შეგიშალა ალბომს რაც შეეხება ეს არის პირველი ალბომი ხო თუმცა როგორც ვიცით გეგმავთ უკვე მალე მეორე ალბომის გამოშვებასაც გაზაფხულისთვის გვინდა ეხა სიცივეები დაიწყო და გაზაფხულისთვის გვინდა გამოვიდა 2014 წლის ბოლოს ანსამბლს ჰქონდა კონსერვატორიაში სოლო კონცერტი ძალიან ბევრი მაქვს ასაუბრეთ და სულ თან ფიქრობ რომ ამი არ გამოჩეს დიახ ესე იგი დავიწყებ იქიდან რომ დისკის ჩვენ სულ ცოტა ხნის სანამ კონცერტ გასტროლზე გავიდოდით, ქონდა დისკის პრეზენტაცია, სადაც გუნდმა მთლიანი კონცერტი, სოლო კონცერტი ჩავატარეთ რაიონში. და აუცილებლად გეგმავთ თბილისში ამ დისკის პრეზენტაციას თქვენ გალერეაში, როგორც TBC გალერეაში. ეს ჩვენი წასვლა რომ მოხდა რაიონმა დააფინანსა, მინდა გითხრა მთელი გზის ფული მოგეხსენებათ, რომ ბევრია თქვა ფესტივალები, კონკურსები, მაგრამ ჭირს ახლა წასვლა ფინანსებთან არ ამდენი ადამიანის რა თქმა უნდა. დიახ, დისკი ცალკე ხარჯი არის კიდევ. რა თქმა უნდა. დიახ, და TBC ბანკმა ასე თქვა ითავა ამის დაფინანსება, ასევე კახური ტრადიციული მეღვინეობა, სამი სპონსორი ყავს, Sonet Construction, ეს ჩვენი სონღულაშვილების ოჯახი, ოდგასამას სათავეში. და ეს იყო დაახლოებით 4 წლის შრომის შედეგი, რაც თქვა დისკის რაც გაერთიანდა რა სიმღერებიც გაერთიანდა. რა სიმღერებიც გაერთიანდა, ну რამოდენიმე სიმღერა არ შევიყვანეთ. შეიძლება მეორე თქვა ალბომზე გადავედეს სიმღერები, მაგრამ აუცილებლად უდიდესი მადლობა მინდა მეუთხრა ჩვენ სპონსორებს დისკის, რომელთაც მოგცეს საშუალება დაახლოებით წელიწადნახევარი გვედო ეს ჩანაწერები ვერ ვშვებდით, იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება, ეს რომ დიახ ფინანსურად. და ნუ ისევ თქვა გავაგრძელებთ თემას 2014 წლის დეკემბერს ქონდა სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასე ვთქვათ, გავრისკეთ, რომ ეთქვა. ეს იყო პირველი სოლო ესეთი მნიშვნელოვანი. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ, რომ საერთოდ იმ საქმეს ასაც ჩვენ ვაკეთებთ, მთავარია რომ აქ წარმატებით გავართვა თავი. თვითონ ქართული სიმღერა იმდენად დიადია და მართლა მრავლის მომცველია რომ ხა საზოგადოებრივ რო გავდივართ, რა თქმა უნდა მოწონებას იმსახურებს და დიდ შეფასებას, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქართული ხალხის წინაშე წარსგე. მართლა გეუბნებით. მეც უფრო რთულია ხო ალბათ. უფრო რთული არა. უფრო მეტად საპასუხისმგებლოა და რა თქმა უნდა რთულიც არის ვაღიარებ, იმიტომ რომ ხლა გამოხვიდე კონსერვატორიის დარბაზში ქართული მსმენელის და სოლო კონცერტი მისე არ ვაჭარებებ, ბადარა საქმე არ არის, ასე ვთქვა და
აი ესე კი ჩვენ კონკურსი დავიწყეთ, აი ამ კონკურსს ყველაფერს უძღოდა დისკის ჩაწერა, სოლო კონცერტი, მანამდე რამოდენიმე პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. და რაიონში რაც თავარი მე TBC ბანკი ვახსენე და არ მინდა დამავიწყდეს, უდიდესი მადლობა მინდა მამუკას ხაზარაძეს მოუხადო, იმიტომ რომ ეხა ბავშვების მოსვლა გარკვეული წინაპირობა უძღვის, გარკვეული თქვა მიზეზი უნდა კონდეს, რომ რამე თქვა ან ცეკვაზე მიიყვანო, ან სიმღერაზე. მე ვახსენე რომ პერსპექტიულია კი, მაგრამ არიან ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვები, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა სოფელში ზოგს გზის ფული არ აქვს. აი ძალიან ისეთი მოგეხსენებათ, ხო არავისთვის არ არის ეს გასაკვირი და ამიტომ TBC ბანკი მისცა საშუალება ხდება დაფინანსება რაიონის სოფლის ბავშვებში რომ ვინც კი ჩვენ რამოდენიმე ტური კონკურსი ჩავატარეთ და უკვე ყავს ბავშვები სოფლებიდან, რომელიც უფასოდ ვასწავლით ამ ბავშვებს. თვითონ გუნდში უმეტესწილად როგორ გითხრათ, ბავშვები თითქმის არავინ არ ეხდის თანხას გადასახადს და ესე ვცდილობთ რომ დავაბალანსოთ. აი თუ მოვიდა თქვათ ნიჭიერი ბავშვი და მით უმეტეს თუ სოფლიდან არის, აუცილებლად იმ პროექტებში თუ კი აკმაყოფილებს მარტო ის რომ ის არის რომ გაჭირვებული, არა, იმ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, ნიჭი თავისთავად. მე გეთახმებით, აი როგორც ადამიანი რომ ხშირად მოგზაურობს სოფლიოში, ან სიმღერის საქმე, ან ღვინის საქმე, რომ მართლა გარეთ სამქარო სნობს საქართველოს თავისი უნიკალური ღვინის ტრადიციები და თავისი უნიკალური მრავალხმიანი სიმღერები და გალობა და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაზე რომ ღვინო თუ გავალ აქედან იქოს ნაღდი და თუ სიმღერა არის ნამღერი სოფლიოს სხვადასხვა სცენაზე უნდა იყოს ათენტიკური არ უნდა იყოს უმარილო და არ უნდა იყოს დამუშავებული მხოლოდ სცენაზე ჩვენი კილოები ეს არის თავი ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობას აძლევს ამ ბავშვებს და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ეხმარებით ამ ნიჭის გავითარებაში და მუშაობთ. მადლობა ყველა მე მინდა მშობლებს მოვხატოთ დიდი მადლობა რაიონი ვახსენე და აგერ პირველ რიგში ხა ამ სახით გუნდში ვინც არის ბავშვები, მე გეტყვით რომ საკმაოდ ხშირად გვიწევს კონცერტებს და უცდება ზოგ სკოლებს, მაგრამ მაინც არიან ბავშვები მოწადინებული. მე ბოდის უხდი დირექტორი. ხო, სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს. მე არ მინდა ორ შეგაწყდა, მე უდიდესი მადლობა მინდა უთხრა ალაზერკო ქართველი გერმანელი, რომელიც ბერლინში დახვდა ბავშვებმა, ბერლინში 700 კაციან დარბაზში ძალიან კარგი კონცერტი მისცეს, ასე თქვა და მე მინდა მათ დიდი მადლობა უთხრა, ჩატარდა შესანიშნავი საზოგადოებაში, სადაც ბავშვებმა წარმატებით გაართეს. სანამ საქართველოში შევხვდებით ბავშვებს კიდევ კონცერტზე მანამდე ერთი სიმღერით წარდგებიან და დაიმშვიდობებიან უკვე ჩვენ მაყურებელს, რა სიმღერას შევასრულებთ და დავიწყოთ. გარკახური საცეკვაო. თვითონ იმღერებენ მე გამოვიცე. კი ბატონო, მაშინ თქვენ დაგწანდით. Para
ლალო ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. უღრმესი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები იყავით. შევისვენებთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით საინტერესო თემით. ძალიან საინტერესო სტუმართან თუ ფეხბურთი გიყვართ განსაკუთრებულად.